strong as iron bands. თუ ფრინველი გამოიყურება როგორც იხვი, მოქმედებს როგორც იხვი, დახმებს გამოცემს როგორც იხვი, ესე იგი იხვია და არა არწივი. წერს Facebook მეგობარი და რთულია არ დაითანხმო. ჩემის მხრივ მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ არწივი კი არა, მიმინოც კი არ არის, ამიტომ მასთან ერთად სანადიროდ კი არ უნდა წახვიდე. უნდა მოამზადო იხვი კომშით. იხვი კომშით კი ამ შემთხვევაში სხვა არაფერია, თუ არა ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც ევროპა საკუთარი თავდაცვისთვის თვითონ ზრუნავს. 3, 2, 1. საფრანგეთი უკვე მოქმედებაზე გადავიდა. მან საკუთარი ტერიტორიიდან არიან 6 ტიპის რაკეტის მეშვეობით ორბიტაზე სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრი გაუშვა. მისი მეშვეობით სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება და მიწოდება იქნება შესაძლებელი ევროპული ქვეყნებისთვის. აღნიშნულ თანამგზავრს მაღალი გარჩევადობის ვიზუალური ინფორმაციის მოპოვება შეუძლია. 6 მარტის სამიძე კი გადაწყვეტა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პროგნოზირებად და უწყვეტ დაფინანსებას და ამისთვის 30.6 მილიარდ ევროს გამოყოფს. We all want peace. დღეს მტკიცედ მივდივართ ევროპის უფრო სუვერენული დაცვისკენ. 2022 წლის შემდეგ ავიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვაზე, მაგრამ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილებები ბევრად გაზრდის შესახებ და ეს ნაკარნახევი იყო საგანგებო ვითარების განცდით. ევროკომისიის პრეზიდენტმა წარმოადგინა წინადადებები და მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, უზრუნველყოთ ახალი რესურსები, ახალი ბერკეტები და ინსტრუმენტები ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის. ეს ნიშნავს ინვესტიციებს ეკონომიკაში და ჩვენი მოქალაქეების დაცვას. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. Peace through strength. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა სიძლიერის გზით, მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი, მიღწეული ძლიერი პოზიციიდან. ეს პრეზიდენტ ტრამპის ინტერესიცაა. თუ მას სურს ამას მიაღწიოს, მხოლოდ ევროკავშირის მხარდაჭერითაა ეს შესაძლებელი. წინაპირობები უნდა შესრულდეს. მაგალითად, ჩვენ ვართ ერთადერთი, რომელმაც შეიმუშავა უკრაინის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა 2025 წლისთვის. ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს უკრაინის თავდაცვით წარმოებაში და ვაწვდით სამხედრო შესაძლებლობას. ბევრი მაგალითია, რომელიც აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერა პოზიტიურ დასასრულამდე მისასვლელად, რაც არის მშვიდობა სიძლიერის გზით. ის რომ ევროპა დაიწყებს თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებას, ამის ღია სიგნალები უკვე არის. გერმანიის მომავალი და მოქმედი კანცლერები შეთანხმდნენ 500 მილიარდიანი ფონდის შექმნაზე, რომელიც სამხედრო წარმოებას გაზრდის. ნიდერლანდები 700 მილიონ ევრო შედებს უკრაინის სამხედრო წარმოების განვითარებაში და მიმართული იქნება დრონების წარმოებაზე. გასული კვირის ბრიტანეთის სამიტიც გვახსოვს. კანადა, ავსტრალიაც მზად არიან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. მაკრონი კი ბირთვული შეერაღების გასაზიარებლად არის მზად. ჩვენი ბირთვული იარაღი გვიცავს ჩვენ. ეს შეკავება სრულფასოვანი, სუვერენული და ფრანგულია. 1974 წლიდან მოყოლებული ის აშკარა როლს თამაშობს ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. გერმანიის მომავალი კანცლერის მოწოდების საპასუხოდ გადავწყვიტე, რომ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან სტრატეგიული დიალოგისადმი ღია ვიყო. ევროპის კონტინენტზე ჩვენი ბირთვული შეკავების კონცეფციის გავრცელების თაობაზე. თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილების მიღების უფლება ყოველთვის იყო და დარჩება რესპუბლიკის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების მეთაურის ხელში. მე მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს მრავალ პრემიერ-მინისტრთან და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან და ჩემთვის აბსოლუტურად პრიორიტეტია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერდეს ევროპა, რათა ამერიკის შეერთებული შტატებისგან ნაბიჯ-ნაბიჯ დამოუკიდებლობას მივახციოთ. არასდროს ვფიქრობდი, რომ ტელევიზიით ასეთი რამის თქმა დამჭირდებოდა, მაგრამ წინა კვირას დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადებების შემდეგ აშკარაა, რომ ამერიკელებს, ყოველ შემთხვევაში ამ ადმინისტრაციას მეტწილად არ აინტერესებთ ევროპის ბედი, ამა თუ იმ კუთხით. ილონ მასკისა და ვაშინგტონის მხრიდან არჩევნებში ჩარევა მოსკოვიდან ჩარევაზე არანაკლებ მკვეთრი და აღმაშფოთებელი იყო. დღეს ევროპაში ყველაფერი შეიცვალა. ომი უკრაინაში, ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა, გამალებული შეიარაღება, რომელიც რუსეთმა დაიწყო, ნიშნავს, რომ ევროპა უნდა იყოს დამოუკიდებელი არა მოკავშირეებისგან, არამედ რუსეთის საფრთხისგან. ესა ჩვენი პრიორიტეტი. ევროკომისიის წინადადებები პირველი ნაბიჯია ევროპისთვის, რომ დაიწყოს გადაიარაღება. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ გვჭირდება მეტი კოორდინაცია და ფინანსური რესურსების გაღება. ევროპა რომ ახლა იწყებს თავდაცვის სისტემების გაძლიერებას, ეს არ ნიშნავს, რომ ის სუსტია და მით უმეტეს არ ნიშნავს, რომ აქამდე სიზარმაცის გამო არ ძლიერდებოდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შეთანხმების მიხედვით გადაწყდა, რომ ევროპული უსაფრთხოების გარანტორი შეერთებული შტატები იქნებოდა. სამაგიეროდ ვაშინგტონმა მიიღო სამხედრო ბაზები, ოკეანის გამოღმა და ასევე თავისუფალი სამყაროს უპირობო ლიდერობა. მიზეზი რატომაც ეს შევძელით არის ის, რომ შევქმნით საერთაშორისო სამართლის სისტემა, რომლითაც ყველა სარგებლობს
სარგებლობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოდი ყველას მივცეთ საშუალება გაიზარდოს ეკონომიკურად. ამით ჩვენც დიდ სარგებელს ვნახავთ. შედეგად, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები გაიზარდნენ, მაგრამ შეერთებული შტატები აბსოლუტურ დომინაციაში მოხვდა. ჩვენ შევქმნით გლობალური ეკონომიკური სისტემა და ჩვენ ვიყავით ამის ცენტრი. დოლარი გახდა მთავარი სავაჭრო ვალუტა. ამან ჩვენ წარმოუდგენლად დიდი უპირატესობა მოგცა. და თუ ამ უპირატესობაზე ტრამპი უარს ამბობს, ახალი რეალობის გათვალისწინებით ევროპა დაიწყებს სწრაფი ტემპით მდგომარეობის შეცვლას და ეს არ გაუჭირდება. ევროპას თავის დაცვა შეუძლია სწორედ გამიგეთ, ხა ევროპას აქვს თავისი ბირთვული იარაღი, თავისი სარაკეტო სისტემები, საჰაერო ძალები, თავის ავიამშენებლობა, გემთშენებლობა, ეს ყველაფერი აქვს, მაგრამ დღევანდელი ომი არის ტექნოლოგიები. ცალკე ინდუსტრია შექმნილი ევროპელის პოტენციალი აქვს ძალიან დიდი, შეუძლიათ როგორც ინტელექტუალური პოტენციალი, ასევე ტექნოლოგიური პოტენციალი, მაგრამ ეს ჯერ არ არის სამხედრო პოტენციალში გარდაქმნილი, ამიტომ ამას დაჭირდება დრო. სანამ გადაიარაღდება, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ მოდით შევხედოთ ახლა არსებულ მდგომარეობას. მშრალი მონაცემები, რომელიც საჯარო წყაროებშია ხელმისაწვდომი, ნატოს ძალა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე და რუსეთის შესაძლებლობები. ცოცხალი ძალა ნატო ამერიკის გარეშე 2.120.300, რუსეთი 1.320.000. ტანკები ნატო ამერიკის გარეშე 82.000, რუსეთი 5.700. შეჯავშნური ტრანსპორტი ნატო ამერიკის გარეშე 4.117.000, რუსეთი 131.500. ჯავშან ტრანსპორტიორი ნატო ამერიკის გარეშე 23.500, რუსეთი 7.800. საბრძოლო თვითმფრინავები ნატო ამერიკის გარეშე 54.000, რუსეთი 1.300. დამრტყმელი თვითმფრინავები ნატო ამერიკის გარეშე 4.000, რუსეთი 800. მულტიფუნქციური თვითმფრინავები ნატო ამერიკის გარეშე 27.000, რუსეთი 300. სადაზვერვო თვითმფრინავები ნატო ამერიკის გარეშე 83, რუსეთი 42. ვერტმფრენები ნატო ამერიკის გარეშე 34.000, რუსეთი 1600. ლაზერული თავდაცვის სისტემები ნატო ამერიკის გარეშე 7.000, რუსეთი 400. ავიამზიდები ნატო ამერიკის გარეშე 6, რუსეთი 1. წყალქვეშა გემები ნატო ამერიკის გარეშე 80, რუსეთი 63. ახლა არსებული მდგომარეობათაც კი ნატო ამერიკის გარეშე უდიდეს ნაწილში ჯობნის რუსეთის სიძლიერეს, თუმცა არის მიმართულებები, სადაც რუსეთს აქვს უპირატესობა. მცირე ზომის დრონები ნატო ამერიკის გარეშე 7500, რუსეთი 10000. თვითმავალი არტილერია ნატო ამერიკის გარეშე 3300, რუსეთი 5200. მისაბმელი არტილერია ნატო ამერიკის გარეშე 5500, რუსეთი 8500. რეაქტიული არტილერია ნატო ამერიკის გარეშე 1900, რუსეთი 3000. ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ნატო ამერიკის გარეშე 1700, რუსეთი 2600. სატელიტები ნატო ამერიკის გარეშე 57, რუსეთი 96. სტრატეგიული ბომბდამშენები ნატო ამერიკის გარეშე 0, რუსეთი 120. ბალისტიკური რაკეტების წყალქვეშა ნავები ნატო ამერიკის გარეშე 10, რუსეთი 12. და ბოლოს ბირთვული იარაღი ნატო ამერიკის გარეშე 525, რუსეთი 6255. ბირთვulis გამოყენებაზე თუ მიდგა საქმე, გასაგებია რომ აქ მაინც და მაინც რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა დანარჩენ ჩამორჩენას რაც შეეხება, ის მარტივად აღმოსაფრთხოებია ეკონომიკებს თუ შევადარებთ. ნატოს ამერიკის გარეშე მთლიანი შიდა პროდუქტი 33.2 ტრილიონია, რუსეთის კი 6 ტრილიონი. ანუ ნატო ამერიკის გარეშე 4-ჯერ აღემატება რუსეთს. მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები გვერდით დაგვიდგება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. თუ ეს არ იქნება, უკრაინაში მშვიდობა შეიძლება სწრაფად იყოს მიღწეული. ან არა, მაგრამ ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსული საფრთხის გათვალისწინებით, რომელიც მე ახლა აღწერე, საკუთარი თავის დაცვა და მომავალი აგრესიის შეჩერება უნდა შეძლონ. დიახ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ უკეთ უნდა აღვიჭურვოთ. You think that if you will speak very loudly. რატომ გაჩნდა განცდა, რომ ამერიკამ შესაძლოა ევროპის უსაფრთხოებაზე აღარ ან ნაკლებად იზრუნოს? ეს ტრამპის და მისი ადმინისტრაციის რიტორიკის ნაწილია და მისი ახსნებაც მოსალოდნელია. რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს, აშკარაა, რომ ტრამპისთვის ახლა მნიშვნელოვანია ხანძარი სახელად რუსეთი ჩაქრეს და თუნდაც მისი გამოყენებით მთელი ყურადღება ჩინეთისკენ გადაიტანოს, რომელიც ობიექტურად რუსეთთან შედარებით უფრო მზარდი და ძლიერია სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით.
Foremost theater when it comes to our national security. როდესაც საუბარია ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ცხადია, ოკეანეთი და ჩინეთი პირველ ადგილზე დგას, მაგრამ შეცდომა არ უნდა დაუშვათ ჩვენთვის ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთი აღარსაც შეიჭრას. აქ მხოლოდ უკრაინაზე კი არ ვლაპარაკობ, მოლდოვა, ლიეტოვა, ნატოს წევრ რომელიმე სხვა ქვეყანაში. ასე რომ კი, ჩინეთი და ოკეანეთი პირველი სამიზნეა, მაგრამ თუ უკრაინას არ დავეხმარებით, წარმატებას ვერ მივაღწევთ. ტრამპი კი რიტორიკიდან ქმედებებზე გადავიდა. დააპაუზა სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. მათ შორის ჰაერიდან მოვაბრუნდა თვითმფრინავი, რომელსაც სამხედრო სახარჯი მასალა გადაჰქონდა უკრაინაში. დროებით აღარაწვის სადაზვერვო ინფორმაციას, რაც ბრიტანეთმა ეგრევე ჩაანაცვლა და ასევე გაუთიშა GPS-ი, რამაც ჰაიმარსები გამოსადეგარი გახადა. თუმცა ეს რომ დროებითი მოვლენა ამაზე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის ადასტურებს. ამასთან ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების 6 უმსხვილესი სამხედრო საწარმოს აქციები 4%-ით შემცირდა. მისი ეკონომიკა კი დიდწილად ამ ინდუსტრიაზე დგას. ამის პარალელურად მხოლოდ გერმანიის სამხედრო ინდუსტრია 40%-ით გაიზარდა. იგივე ტენდენცია შეინიშნება ბრიტანეთში, ჩეხეთსა და პოლონეთის სამხედრო ინდუსტრიებში. ჰაიმარსი, რომელიც აქამდე ძალიან სანდო და ძალიან კაი რამე თვითებოდა. ეხლა უკვე ნებისმიერი მთავრობა, რომელიც იყიდის ჰაიმარს, აღარ იყიდის, ну რატო იყიდის? ანუ ამერიკას როცა მოუნდება, დაგიწყაპურებს, გაგითიშავს რა. და ჰაიმარსი გახდება ლაგატკა. მოკლედ რო გითხრათ, ხო? ამერიკის გარეშე. ანუ ესეთ ტექნოლოგიებში უკვე მილიარდების გადაყრას აღარავინ აღარ დაიწყებს. ამასთან არ უნდა დაგვაუწყდეს სამხედრო მომარაგების ტემპები ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაც, განსაკუთრებით ომის დასაწყისში, როცა უკრაინას განსაკუთრებით უჭირდა. მომარაგებებს შორის 6 თვიანი პაუზებით ძალიან ხშირად ყოფილა. მართლა არ არის ესე რომ აი მე всё მორჩა რაღა გვეშველება. განწყობას რაც შეეხება ესე არ არის, რაც შეეხება ვითარებას, ну ყველაზე უარესი სცენარი რომს გავითვალისწინოთ, ახლობით ერთი ალბათ, რა თქმა უნდა, ზუსტი ციფრები, ახლა რაც არ რომელმა ანალიტიკოსმა ამცოდნა, არ უნდა თქვა სპეციალისტმა, ზუსტი ციფრები აქ იცის, რამდენიმე კაცმა რეალურად. მაგრამ ну ახლა ზოგადად დროს გადავხედოთ ერთი რას მეტნაკლებად იძახიან ერთი ნახევარი წელი ასე ვთქვათ დიდი პრობლემა არ იქნება პრობლემა იქნება ერთადერთ შემთხვევაში თუ კი ყველაზე უარესი ამ შემთხვევაში იქნება კავშირგაბმულობის გათიშვა Starlink-ის გათიშვა ეს ძალიან ეს მყისიერ პრობლემას გამოიწვევს კი გადაეწყობა ახლა ჩვენი მოწინააღმდეგე ომობ Starlink-ის გარეშე და ჩვენს მოგვიწევს ბევრი რამის შეცვლა ასე ვთქვათ მაგრამ ну რა თქმა უნდა ეს პრობლემას გამოიწვევს დანარჩენი რო ვთქვათ რომ ახლა რაღაცა ამ წუთში კატასტროფულ რაღაცა დღევანდელს ნახოთ ახლა 2 თვის მერე და 3 თვის მერე რა იქნება ჯერ ერთი თვითონ ფრონტის ხაზზე დღეს ნამდვილად არა კარგად რუსეთს საქმე ზუსტი თუ არაზუსტი მეტნაკლებად ახლო ცნობებით რაც ცნობილია შეუძლია წელიწადში რაღაც 60-100-მდე ერთეული ტექნიკა აწარმოონ ტანკს რაც შეეხება ძირითად საბრძოლო მანქანას ბრძოლის ველზე 100 ტანკი არის ინტენსიურ ბრძოლაში შეიძლება რაღაც 1-2 კვირის საქმე და დღეს 70-80% დღეს დრონებით ხდება მიზნების განადგურება артиლერიაც კი უკვე არა გასაგებია ეს არ არის შეტევითი იარაღი თავდაცვაში ამით ჩვენ ვერ დავიბრუნებთ ნამდვილად მაგრამ თავარი არის ვის შერჩება ბრძოლის უნარიანობა და ბრძოლისუნარიანი არმია ამ ხრივ საკმა ესეთი ტემპით რო გაგრძელდეს თვეში რამოდენიმე 1000 კაცი სულ 2-3 იყოს რეალურად მე ციფრებზეა საუბარი წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ იქნება კარგად ტექნიკაზე აღარ მაქვს საუბარი ასე რომ უკრაინა თავის გასაკეთებელ საქმეს აკეთებს ისევ ევროპას და ამერიკას რომ დაუბრუნდეთ არაა გამორიცხული მომავალ კვირაში ვაშინგტონში მაკრონი ბრიტანეთის პრემიერი და ზელენსკი ერთად ჩავიდნენ სამშვიდობო გეგმის წარსადგენად შესაძლოა ამ შეხვედრაზე გარკვეული სიცხადე შემოვიდეს სამშვიდობო პროცესში მით უფრო ლავროვის ამ განცხადებას თუ გავითვალისწინებთ
говорить, что необходимо. სივრცეს კომპრომისისთვის ჩვენ ვერ ვხედავთ ეს დისკუსია ღიად მტრული რიტორიკით მიმდინარეობს. მაკრონის სტარმერის მხარდაჭერით მგონი ზელენსკის წაყვანას აპირებენ ახლა ვაშინგტონში, მაგრამ როგორც ისინი საკუთარ გეგმას აღწერენ, საჭიროა ერთი თვით საბრძოლო მოქმედებების შეჩერება მინიმუმ ცაში, ზღვაში და ენერგოობიექტებთან მიმართებაში. და ამ ერთ თვეში იქ შეიყვანონ თავისი ჯარები. თუ ადგილზე ჯარები შეიყვანე, შენ უკვე ახალი რეალობის გათვალისწინებით იწყებ მოქმედებას. ამიტომ ეს მიუღებელია. სწორედ იმის გამო, რომ ევროპაში როგორც იქნა გააცნობიერეს, რომ კრემლის ნდობა არ შეიძლება სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები ერთიანი ევროპული თავდაცვის შესახებ. ევროპელებმა რო საერთო თავდაცვის მე ვფიქრობ გარდაუვალია, უბრალოდ დრო დაჭირდებათ პირველი რაც არის პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როცა თავდაცვაზე მიდის, ასე ვეღარ იქნება როგორც ვაჭრობაზე იყო, ხო, რომ ყველა თავისას ვაჭრობს და თავდაცვას სჭირდება ცენტრალიზებული პოლიტიკური მართვა. ანუ დღევანდელი ევროკავშირის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს მართვის სტრუქტურა. ევროპას აქვს მატერიალური რესურსი და ტექნოლოგიური შესაძლებლობა შექმნას საკუთარი თავდაცვის ხოლგა, სადაც შეიძლება პრობლემა შეიქმნას ეს მოტივირებული სამხედრო პირადი შემადგენლობაა. მიუხედავად საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა, ჩვენ გვახსოვს ახლო წარსული, სადაც მისიაში ამერიკელების მერე ყველაზე დიდი კონტინგენტი საქართველოს ჰყავდა. შესაბამისად, ეს სამხედრო გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს შესაძლოა ახალ ევროპულ არქიტექტურაში ჩვენი კონტრიბუციაც იყოს, რაც ჩვენსავე უსაფრთხოებას გააძლიერებს. მით უმეტეს ევროკავშირის სამხედრო მისიაში გამოცდილებაც გვაქვს. ქართული ჩართვა თეორიულად რო ვისაუბროთ, შესაძლებელია, ძალიან დიდი გამოცდილება არსებობს და ჩვენ ვაჩვენეთ ავღანეთშიც ერაყის ოპერაციაზე, რომ არავიზე ნაკლებად თუ არა უკეთესად არის, და ჩვენი ზომის ქვეყნებზე გაცილებით მეტი გავაკეთეთ, ვიდრე შეიძლებოდა. კი, პოტენციალი არის, შესაძლებლობა არის, ალბათობა იმისა, რომ დიდია ის, მაგრამ არავინ არ მოვა და ახლა ამ ახალ რეალობაში კალთებს არავინ არ დაგვახოს. ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ, ჩვენი როლი უნდა წარმოვიდგინოთ, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში როგორ ვიაქტიუროთ, მე მართალი გითხრათ ვერ ხედავ. ამასთან სულ უფრო აქტიურდება თურქეთი. ცხადია, ერდოღანი არ დათმობს შავ ზღვას და არ უნდა რომ რუსეთი რეგიონში ჰეგემონი გახდეს. აქედან გამომდინარე, ის სულ უფრო ხშირად გამოთქვა მზადყოფნას ჩაერთოს უკრაინაში გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის დამყარებაში. მით უფრო გვახსოვს მიმდინარე ომისას თურქეთის ინიციატივები, რა დროსაც თუნდაც აზოვის მებრძოლების დაბრუნება შეძლო უკრაინამ. ასე რომ ტრამპის სიხისტემ და რიტორიკამ როგორი ბუნდოვანებაც არ უნდა დატოვოს, ჯერ ყველაფერი წინაა. მით უფრო პუტინის სტრატეგიულ მიზანზე ამერიკაშიც კარგად იციან. If Vladimir Putin is animated by this frankly revanchist, revisionist, twisted view of history. პუტინი რევიზიონისტია, მას ისტორიის თავისი გაგება აქვს, ის უარყოფს უკრაინის სუვერენიტეტს. მას რომ მკითხეს, რა არის მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა? კი არ თქვა პირველი მსოფლიო ომი, ან მეორე მსოფლიო ომი, ან დიდი დეპრესია, მან თქვა საბჭოთა კავშირის ნგრევა. აქაა პასუხი კითხვაზე, რა ამოძრავებს ვლადიმერ პუტინს? უკრაინა ნამდვილად არის ქვეყანა, რომლის გარეშეც საბჭოთა კავშირი ვერ აღდგება. ასე რომ მეც ჯიუტად გავაგზავნებ შეხსენებას, რომ სანამ საბჭოთა კავშირი არ აღდგება, პუტინი ვერ იგებს და ის უკვე 72 წლისაა.